ეს არის Lolex Solicitors და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, როგორ იქცევიან დირექტორები და რატომ გადადიან სხვას. რა ხდება თუ პრობლემა არის თავად კომპანიის დირექტორებში და ისინი ფლანგავენ თანხებს, არღვევენ ვალდებულებებს, ან საკუთარ თავს ანიჭებენ უპირატესობას. ასე დროს აქციონერებს შეუძლიათ წარადგინონ ეგრეთ წოდებული დერივაციული სარჩელი. ეს არის დავა, რომელიც იწყება უშუალოდ კომპანიის სახელით. აქ საქმე არ ეხება შენს პირად ზარალს, მიზანია დირექტორებს პასუხი ვაგებინოთ ბიზნესის დაზიანებისათვის. თქვენ დაგჭირდებათ სასამართლოს ნებართვა, გადაცდომის მყარი მტკიცებულება და დასტური იმისა, რომ ეს დავა ნამდვილად კომპანიის ინტერესებშია და არა უბრალოდ პირადი შურისძიება. ეს ძლიერი, მაგრამ სტრატეგიული ინსტრუმენტია და სწორედ გამოყენებისას ის იცავს კომპანიის ღირებულებას. ემოციურად გამოყენებისას კი შეიძლება გაწიროთ ეს ყველაფერი. შესაბამისად, რას იზამთრით პირველ რიგში? განიხილავდით საკითხს შიგნით, თუ მოიწოდით საგანგებო კრებას. იმართავდით იურისტის დერივაციული სარჩელისთვის.